საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან ერთად რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის ტარიფისა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სუბსიდირების ახალი სქემა. პროექტი ფერმერთა მხარდაჭერასა და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს რეფორმები იყოს განხილული რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, რადგან ის საჭიროებები კიდევ ერთხელ შეჯერდეს, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს და იმ რეფორმასთან მიმართებით იყოს სრული თანხმედრა. ეს ეტაპობრივად ხდება რეგიონებთან ამ ფორმატში შეხვედრა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რეგიონების სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატის ორგანიზებისთვის და ჯამში მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული რეფორმა, რაც ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული მუნიციპალიტეტებზე, რეგიონებზე, რადგან ფაქტობრივად იმ თითოეული რეფორმა ხორციელდება იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების დროს იყო წამოჭრილი და რეაგირებები ზუსტად ასე იყო განხილული და შეჯამებული. სატარიფო სისტემა, რომელიც ამოქმედდა 20-25 წელს, გარკვეულ ცვლილებებს მოიცავს თავისთავად. დავიგეგმეთ და ალბათ რწმუნებულების და მერების, მუნიციპალიტეტის მერების უშუალო ჩართულობით მოსახლეობის ინფორმირებულობაზე უფრო მეტად უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რაზეც ჩაერთვება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მაქსიმალურად გვერდში დაუდგებით სახელმწიფო სამმართველობით. ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებს განსაკუთრებით აინტერესებდა თუ როგორ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რწყვის სეზონი. და მივიღეთ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობისგან ამომწყურავი ინფორმაცია, რომ დაწყებულია აქტიურად დაკონტრაქტების პროცესი და ჩვენ მზადავართ სამინისტროსთან ერთად მოსახლეობასთან და ფერმერებთან ვითანამშრომლოთ და მოსახლეობამდე მივიტანოთ ის აუცილებლობა, რომ დაკონტრაქტება ამ შემთხვევაში აუცილებელია და დაკონტრაქტების შემთხვევაში ყველა ფერმერი შეუფერხებლად მიიღებს სარწყავ